საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხატი ხოთაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამოშვიდობის. კიშინევის თავდასხმა ქართულ მედიაზე და ბრიუსელის აკრძალვა ტელეიმედს ბრძოლა თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმუშავა სადამსჯელო ზომებზე. რა პრინციპით იცავენ ქართული არასამთავრობოები მედიის თავისუფლებას, კოორდინირებული ხმაური კონკრეტული ჟურნალისტების გამო და სრული დუმილი ტელეიმედის შემთხვევაში. კანონის უზენაესობის მედეგობა საქართველოს კანდიდატ ქვეყნებს კიდევ ერთ რეიტინგში უსწრებს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები რომში. ქაოსი და დაპირისპირება ოპოზიციაში რაბედიელის ალიანსს. ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობისკენ საქართველოში 220 კილოვოლტიანი ქვესადგურის ურბნისის მშენებლობა იწყება. საერთაშორისო ორგანიზაციების გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარის გასამართლებლად კიშინევი ღია წყაროებსა და სანქციებს იშველიებს. ეს ეგრეთ წოდებული განმარტება ვერ ხსნის სამი ქართული მედია საშუალებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის გამიზნულად შეშლას. მოლდოვისთვის მედიის თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არც უცხოა და არც უჩვეულო. სოფო ბერიძე გვერდება თემით პირდაპირ ეთერში. სამ დამოუკიდებელ მედია საშუალებას აკრედიტაციაზე უარი უთხრა ქვეყანამ, რომელმაც 2 წლის განმავლობაში 12 მოლდოვური მედია საშუალება დახურა. შესაბამისად ოფიციალური კიშინევის ნაბიჯი თბილისში არავის გაკვირვებია და ეს ხელისუფლებას არ წმუნებს, რომ მოლდოვაში კრიტიკული აზრი აშინებთ. ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვაში აკრძალეს არა მხოლოდ მედია საშუალებები, არამედ პოლიტიკური პარტიებიც. მაია სანდუს მადა გაიხსნა. ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 2 წელიწადში 12 მოლდოვური მედია საშუალება დაიხურა, ახლა ქართული დამოუკიდებელი ტელეკომპანიების წინააღმდეგ ილაშქრებს. თავისუფალი სიტყვის ძალით შეშინებული ოფიციალური კიშინევი ყველაზე რეიტინგულ ქართულ ტელევიზიებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიის გაშუქებას უკრძალავს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედს რუსთავიორსა და პოსტივის იმ ღონისძიების აკრედიტაცია არ მისცა, რომელიც მათ დედაქალაქში იმართება და რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკითხავს ტარს უკრავენ წითელხაო იტყვის, რომ ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა. მოლდოვაში მხოლოდ ადგილობრივ ტელევიზიებს არ ხურავენ. მაია სანდუს მთავრობა კრძალავს პარტიებსაც, ყველას და ყველაფერს, საიდანაც კრიტიკული სიტყვა ისმის. რამდენიმე მედია ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე მარტივია მიაკერებ იარლიხს ვინ არის შენი გამკითხავი ერთი კრიტიკული სიტყვა არის მის რატო არ აკრიტიკებენ ქალბატონ სანდუს იმიტომ როცა დაჭირდებათ ეტყვიან რომ შენ უნდა საქართველოსზე ახლა გააკეთო განცხადება და ამიტომაც არის რომ როდესაც ქვეყანა პატივს არცემს საკუთარ დამოუკიდებლობას ასეთ ქალბატონი სანდუ აკეთებს აქაც გასაკვირი არაფერია. მოლდოვურ აბსურდს თბილისში ოპოზიცია დიდი მონდომებით განაგრძობს. ოღონდ როგორც ჩანს, დემოკრატიული ფასეულობების გაგება უჭერს, რადგან გიორგი გახარიას პარტია გვიმტკიცებს, რომ მედიის შეზღუდვა ევროპული დემოკრატიის ნაწილია. უფრო შორს მიდის ნაციონალური მოძრაობა. მათი ლოგიკით, თუ ჩვენი ქვეყნის საქმეებში სხვა ქვეყნის ჩარევა არ მოგწონს, მაშინ არც კიშინევი უნდა ვაკრიტიკოთ, მაშინაც კი როცა საქმე ჩვენი საქმიანობის შეზღუდვას ეხება. ქვის შიდა საქმეებში ჩარევას ემიჯნებით ხოლმე, ხო, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ინტერესი იყო მოლდოვაზე. როდესაც ქვეყანაში დემოკრატია არის, მათაც აქვთ ასევე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება. არადა დემოკრატიის ყველა უმარტივესი განმარტებაც კი სიტყვის თავისუფლების დაცვას მოიცავს. ამიტომაც არის, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლასა და კრიტიკული აზრის მიუღებლობაზე ლაპარაკობს. ქართული ოცნება ამბობს, რომ მოლდოვის გადაწყვეტილება იმ მახინჯი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის ავტორებიც ევროსტრუქტურები არიან. ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასრული ხმები გააჩუმონ. სხვად გამოიყენონ ამ
ამისთვის სავიზო ინსტრუმენტები, აკრედიტაციის ინსტრუმენტები, სხვადასხვა მეთოდები იმისთვის, რომ თავისუფალი ხმა არ იცმოდეს. ბოლო წლებში ჩვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მთლიანად მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის 1-2 არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა. სამწუხაროდ უკვე ფაქტად იქცა, რომ ცხოვრობთ დროებაში, სადაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ალტერნატიული მოსაზრების გამოთქმა თუ ამის ტრანსლირება არის დანაშაული. ეს არის გაგრძელება იმ მახინჯი პოლიტიკის, რომელსაც სამწუხაროდ თავად ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციამ დაუდო საფუძველი. ალბათ ისიც არის, რომ მძაფრი რეაქციის გამოწვევა ხომ არ უნდათ. რომ თქვათ ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს უარია თქვა მოლდოვაში ჩასვლას. რა თქმა ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა, ესეთი ბავშვური გამოხდომები ჩვენ არ აქვს. მაკაბაჭორიშვილი ხვალ კიშინევში იქნება. მოლდოვა კი დარჩება სახელმწიფოდ, რომელიც თავისუფალ სიტყვას საკუთარის შემდეგ ახლა უკვე სხვა ქვეყანაშიც ებრძვის. ტელეიმედი ბრიუსელის პირდაპირი სამიზნეც გახდა. ევროპარლამენტმა მთლიანად მაუწყებელ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ოფიციალური მიზეზი კი სრულად განსხვავდება პოლონელი დეპუტატის აღიარებისაგან. ევროპარლამენტის წევრმა დაადასტურა, რომ იმედის დასჯისთვის თვეების განმავლობაში ქართველ კოორდინატორთან ერთად იმუშავა. ეს ქართველი კი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წარმომადგენელი ელენე მეტრეველია. ანუკე ჩხიკვაძე ამბობთ. ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღე ახლახან ევროპარლამენტიდან. კრიშტოფ ბრეიზა აღიარებს, რომ ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ 5 თვეა მუშაობს. აღიარებს იმასაც, რომ საკითხზე ევროპარლამენტის პრეზიდენტსაც მიმართა. მე არაერთხელ ვთხოვე რობერტა მეცოლას. მათი საშინელი პროპაგანდა ეხმარება დემოკრატიის განადგურებას, საქართველოში ადამიანების დევნას. ბევრი ადამიანია დაპატიმრებული, ჟურნალისტები არიან დაპატიმრებულები. სააკაშვილი ნაწამები ზის. პოლონელ ევროპარლამენტარს იმედის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მოქალაქე ეხმარებოდა. ელენე მეტრებელი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე იპიპის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია, აღიარება სოციალურ ქსელში დაწერა მეტრებელმაც. ჩვენმა ყოველდღიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არადა ევროპარლამენტი ოფიციალურ წერილში წესების დარღვევაზე მიუთითებს. დამატებით, დამაზუსტებელ წერილზე კი პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. იმედის წინააღმდეგ ბრძოლამ ქვეყნებიდან ევროპულ სტრუქტურებში გადაინაცვლა. ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელია თბილისში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. არხის წინააღმდეგ უარგუმენტო განცხადებები აქტიურად კეთდებოდა, ასეა ახლაც. ჩვენ გავთხილებით ამის შესახებ, ბუნებრივი იყო და მოსალოდნელი იყო, რომ ევროპას კონკრეტულ ნაბიჯებს გადაეყნობა. მართალი სიტყვის ჩახშობა, ასე აფასებს პირველი კანონმდებელი ბრიუსელის მორიგ გადაწყვეტილებას. თავარი, რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა, რომლის გამოც ის მთელი პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონობით იხარჯებოდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ეს პროპაგანდა არ მუშაობს. ეს არის გაგრძელება დიდ ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლისას მიზანი არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. მუქარას დიდი ხანია ვისმენდით ქალბატონი რასასკან, რომელიც გამოირჩევა ქართული ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით, ამ მუქარას ვისმენდით და ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ეხლა თავის რაღაც ვიწრო წრეში, ასე ვთქვათ, პატარა წკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რატომ ტელეკომპანია იმედი ამ კითხვას სახელისუფლებო გუნდისთვის მარტივი პასუხი აქვს. ბრიუსელის სამიზნე გახდა არხი, რომელიც ყოველთვის ფაქტებითა და მტკიცებულებებით ამხელდა ევროპულ პროპაგანდისტულ დეზინფორმაციას. ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც არის გაჯერებული ფეიქ ინფორმაციებით, აღქმებზე აგებული ინფორმაციებით, იმედი ამ დროს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოს ჩვენ საზოგადოებას და სიმართლე მივიდეს საზოგადოებებთან. ეს როგორც ჩანს კონკრეტულ ძალას არ მოწონს და ამიტომ ცდილობენ, რომ აი ესეთი მეთოდებით იმედს ხელი შეუშალონ იმისათვის, რომ სიმართლის მიტანა მოხდეს ჩვენ საზოგადოებამდე. ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ აი ესეთ აგრესიულ კამპანიას ვხედავთ დიდი ბრიტანეთის, ახლა უკვე მოლდოვასა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში მედია პლურალიზმის წინააღმდეგ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, ასე ვთქვათ, ცალკეული კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ ვართ წინააღმდეგი მედია პლურალიზმის. ბრიუსელმა ტელეკომპანია იმედს ევროპარლამენტში პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება 1 წლით შეუზღუდა. წესების დარღვევა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტელეკომპანია იმედი ლეგიტიმურ კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხს ითხოვს.
ხმაური სასურველი ჟურნალისტებისთვის და დუმილი ტელეიმედიის დასჯის გამო რა პრინციპით იცავენ ქართული არასამთავრობოები მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას. კითხვას ფაქტები პასუხობს. ფაქტია ის, რომ საქართველოს პარლამენტში ცალკეული ჟურნალისტებისთვის დროებითი შეზღუდვა უფლებების უხეშ დარღვევად და დასჯად შეაფასეს. უფრო მკაცრი, ხანგრძლივი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მთლიანად მაუწყებლის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ტელეიმედიის, ევროპარლამენტს ქართველი მედია დამცველებისაგან ეპატია. ამ სტანდარტების შესახებ დღეს პოლიტიკური შეფასებებიც მოვისმინეთ. ცოტა ხნის წინ კი პარლამენტის თავმჯდომარემ მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელსაც ნინო არღლიანი გაგვაცნობს. იმედთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართული რეგულაციების გამკაცრებაზე დააფიქრა. ასე მაგალითად, თუ ქართული რეგულაცია ჟურნალისტს ავალდებულებს შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ კი რესპონდენტი ამას მოითხოვს, ევროპარლამენტში ინტერვიუ რესპონდენტთან წინასწარ უნდა შეთანხმდეს. ასევე, ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში საქართველოში მას აკრედიტაცია 1 თვის ვადით უჩერდება, ხოლო ევროპარლამენტში ჟურნალისტ საქმიანობა 1 წლის ვადით ეზღუდება. ასევე, ქცევის წესების დარღვევისას აკრედიტაცია საქართველოში უჩერდება მხოლოდ ერთ ჟურნალისტს, რომელიც ამ წესებს დაარღვევს, ევროპარლამენტში კი აკრედიტაციის შეჩერება მთელ მედია ორგანიზაციაზე ვრცელდება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რადგან საქართველოში რეგულაციები უფრო მსუბუქია, ამიტომ საქართველოს პარლამენტი იფიქრებს ევროპული წესების გადმოღებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ქართული რეგულაციები მედია შეზღუდვა ევროპული კი დაშვებული პრაქტიკა. მეორე დღეა იძებნება ორგანიზაციები, რომლებისთვისაც საქართველოს პარლამენტში ერთ კონკრეტულ ჟურნალისტზე აკრედიტაციის შეჩერება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება ევროპარლამენტის მიერ ქართული მაუწყებლისთვის მუშაობის აკრძალვაზე კი იგივე ორგანიზაციები ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. კომუნიკაციების მენეჯერს დავუკავშირდით ინტერვიუს თხოვნის მიზნით. და შემდეგ და ჩაგვეწერებით? ამ გადაწყვეტილების შეფასება ნამდვილად შეიძლება კოალიცია რომ მიიღოს ამ გადაწყვეტილებას რატივის განცხადება გააკეთოს, იმას აგიკითხავ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სადამსჯელო ღონისძიება, მედიაზე პოლიტიკური ანგარიშწორება, ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ხმაურობდნენ, ევროპარლამენტის შემთხვევაში სიჩუმია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეჩერების მიზანია ჟურნალისტებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. კოალიციის შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილებების სადამსჯელო ხასიათს ატარებს. ამ თამამი განცხადების ავტორები დღეს კითხვებს გაექცნენ. მედია ადვოკატირების კოალიციას ქართული მაუწყებლის ევროპულ შეზღუდვებზე ვკითხეთ მამუკა ანდღულაძემ პასუხად ეს გადაწყვეტილება გამოგვიგზავნა, რომელიც ქართული მედიის შეზღუდვებს საერთოდ არ ეხება. მედია ომბუდსმენი, მედია ადვოკატირების კოალიცია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, დემოკრატიული ინიციატივა, საია და სხვები იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე არაფერს ამბობენ. თუ კი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეთქვის რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს ინტერვიუ. რა აღმოჩნდა ევროპარლამენტში, თურმე წინასწარი თანხმობა არის საჭირო რესპონდენტისგან. საინტერესოა ვიფიქრეთ ამაზე. მეორე, როდესაც ირღვევა საქართველოში წესი, რა გვაქვს ჩვენ სანქცია არის 1 თვით შეჩერება აკრედიტაციის და განმეორების შემთხვევაში 6 თვით. რამდენი ხით შეუჩერეს იმედს 1 წლით. კარგია, ამაზეც ვიფიქრებთ. გადაწყვეტილებამ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ორმაგი სტანდარტის გარდა გამოაჩინა ევროპელი პოლიტიკოსების და ქართული არასამთავრობოების ფარისევლობა, რადგან პარლამენტის რეპუტაციის დაზიანებაში ერთი ფულსი ხდიდა, მეორე კი დავალებას ასრულებდა. ამ დროს ქართული მედია რეგულაციები შალვა პაპუაშვილის განცხადებით ევროპულზე ბევრად მსუბუქია. როგორ ბედავდა ეს ხალხი საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდა და სად არიან ის მედია ომბუდსმენები, საიები, ეთიკის ქარტიები, TI-ები და ესე შემდეგ სად არიან დღეს? აი ახლა გამოჩნდა რომ ეს NGO-ები იყვნენ დაქირავებული ბრიუსელის მიერ იმისთვის რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს, ფულს იღებდნენ იმაში რომ ყალბი ბრალდებები წამოეყენებინათ
და დღეს ისინი ხმას არ მოიღებენ. იცით რატომ? იმიტომ რომ მათი დამქირავებელი ვინც არის, ვინც მათ კვებავს და ფულს აძლევს NGO-ებს, რა თქმა უნდა, იმის წინააღმდეგ ხმას არ მოიღებენ. არასამთავრობოების მსგავსად სიჩუმეა მათგანაც, ვინც საქართველოს პარლამენტის რეგულაცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ორმაგი სტანდარტი ჩანს საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომაშიც, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ვრცელი სტატია მიუძღვნეს, ევროპარლამენტზე კი აქაც დუმილია. ევროპარლამენტში იმედის საქმიანობის აკრძალვას და სამი ქართული მაუწყებლისთვის აკრედიტაციაზე უარს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აფასებს. მისი მოსაზრებით ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ევროპაში თავისუფალი მედია აღარ არსებობს და ერთ დროს მათთვის მნიშვნელოვანი ღირებულება deep state-ის მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპებთან სრულ წინააღმდეგობაშია. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი 3 ქართულ მაუწყებელს იმედს, პოსტივისა და რუსთავიორს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა. ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელება მორიგი თავდასხმა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც deep state-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ. რეალურად ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება deep state-ის მიერ. ფაქტია, რომ deep state-ის მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყუებენ ამ მომრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოს და ხალხის მიერ არჩეულნი რეალურად არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ deep state-ის ინტერესებს ემსახურებიან. ფაქტია ისიც, რომ deep state-ს შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს deep state-ის გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია, პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას მაშინ, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე როგორც ევროპულ ბიუროკრატიას, სწორედ deep state ნიშნავს. deep state-ის გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს. ჩვენ ხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას. ასევე ხელოვნურად თავს მოხვეულ ფსევდოიდეოლოგიას, რომელიც პირველ რიგში იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. deep state-ის გეგმის თანახმად არათუ ტრადიციული ფორმით თერების არსებობაა დაუშვებელი, ადამიანმა არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი LGBT პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია, თუ კი კაცს უნდა რომ ქალი გახდეს, ამ პირიქით. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოხვეს. ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება, ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, რათა საზოგადოებისგან მიიღოს მასა, რომელიც deep state-ს უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ არის deep state-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი. იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს. აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს. ვინ მუშაობს საქართველოს და ქართული მედია საშუალებების სანქცირებაზე, პოლონელი ევროპარლამენტარების გვარები არაერთ სკანდალთან და გამოძიებასთან არის დაკავშირებული. უკანონო მოსმენა, თვალთვალი დოკუმენტების გაყალბება, სისხლის სამართლის საქმეების შესახებ თავად პოლონური პრესა აქტიურად წერდა. ორივე ევროპელი დეპუტატია დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან. ანა ბერძენიშვილის სიუჟეტი.
ვინ არიან პოლონელი ევროპარლამენტარები, რომლებიც იმედის და სხვა მედია საშუალებების დასჯას ითხოვენ? შეკვეთილი სანქციების უკან დგანან მარიუშ კამინსკი და მალგოჟატა გოშევსკა. პოლონეთის საგამოძიებო უწყებების დასკვნებითა და პოლონურ მედიაში გავრცელებული ცნობების საფუძველზე იკითხება მათი საქმიანობის მიმართულება. მარიუშ კამინსკის წინააღმდეგ ახლა სისხლის სამართლის საქმეებია აღზრული. საქმე ეხება დოკუმენტების გაყალბებასა და უკანონო მოსმენას, ეგრეთ წოდებული მიწის ნაკვეთების საქმეზე კამინსკი პოლონეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოგვიანებით ის პრეზიდენტმა შეიწყალა. მასთან დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკოსის ანჟეი ლეპერის კარიერა განადგურდა. 2011 წელს კი ლეპერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სკანდალურ საქმეებს პოლონური პრესა აქტიურად აშუქებდა. კოალიციაში არსებობდა დაძაბულობა და ამ კანონი და სამართლის ლიდერებად ერთ-ერთი იყო სწორედ ეს კამინსკი. ლეპერის გავლენის შესუსტების მიზნით მისი მოცილება გადაწყვიტეს. დაიგეგმა სპეცოპერაცია, რისი მიზანიც იყო იმის დამტკიცება, რომ ლეპერი ქთამის სანაცვლოდ ახდენდა სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას. ლეპერმა ეს ქთამი არ აიღო 3 მილიონი ზლოტი და ეს ოპერაცია ჩაუვარდა. 2015 წელს ვარშავა ცენტრის რაიონულმა სასამართლომ მიწის დაკვეთების საქმის გამო მარიუშ კამინსკი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ქთამის პროვოცირებისათვის, სამიზნის პოლიტიკური ნიშნით შერჩევისათვის და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუგზავნა. მარიუშ კამინსკიმ პოლონეთის სეიმის მანდატი ვერ დაიბრუნა, თუმცა ევროდეპუტატი გახდა. სკანდალები ამით არ სრულდება, მის სახელს უკავშირდება პროგრამა პეგასუსის საქმეც. საუბარია 578 ადამიანის თვალთვალსა და შემდგომ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე. მსხვერპლთა შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პროკურორები. მონაცემები კი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. გამოძიება ახლაც გრძელდება. ამ საქმეში მთავარ პასუხისმგებელ პირად სწორედ ის ევროპარლამენტარი მარიუშ კამინსკი მიიჩნევა, რომელიც როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, დღეს ქართული მედიის დასანქცირების პრობლემებით არის დაკავებული. ეს არის ყოფილი პრეზიდენტის თვალთვალი და რაც დადასტურებულია და უკანონოდ არის. ყველაფერი, რასაც მე მოგახსენებთ, ეს არის ისევ გეუბნებით საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს დასკვნები. ეს არის ცნობილი ჟურნალისტების თვალთვალი და შანტაჟი, ეს არის აგენტების მიგზავნა, ეს არის ქთამის შეძლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის კვაშნევსკის საქმე, ბეატა სავიცკას საქმე. საქართველოსა და მედიის სანქცირებას ითხოვს ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკაც. არქივი მის განცხადებებს ინახავს. უნდა მოვითხოვოთ მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. გოშევსკა იყო ჩართული სააკაშვილის ჟანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმების წარმოჩენის კამპანიაში. სწორედ გოშევსკა კამინსკის სახელს უკავშირდება პოლონელი ექიმის თბილისში ვიზიტი, რომელმაც სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკიდან მალულად გატანა სცადა. როგორც მედიაში წერენ, გოშევსკას საქმიანობით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ და არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში სადეპუტატო იმუნიტეტი მოეხსნას. დეპუტატის მტკიცებით 2015 წლებში დაახლოებით 3 წელს და 9 თვეში საპარლამენტო მუშაობისთვის მან გაიარა მანქანით 240,000 კილომეტრი და იქ მედიაში წერენ, რომ ეს დაახლოებით არის, რომ 6-ჯერ შემოიღლო დედამიწისთვის. მან 10 თვეში 11 ქვეყანაში იმოგზაურა და დაადგინა 106,000 ზლოტი და ასევე მას ედავებიან სხვადასხვა ქვეყნებში მანქანის ქირაობას. მალგოჟეტა გოშევსკას უკავშირდება სკანდალი უკრაინაში, ხარკოვის აეროპორტში რეგისტრაციაზე დააგვიანა. და იქ ატყდა სკანდალი, გოშევსკა ითხოვდა, რომ თვითმფრინავი გაეჩერებინათ, ამბობენ, რომ ის იყო ნაცვლად მდგომარეობაში საკმაოდ სერიოზულად. ვინ დგას ამ ევროპარლამენტარების უკან და რა არის საბოლოო მიზანი? საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მთავარ კითხვებს სვამს. როდესაც არის პირველი პირების დასანქცირება შემთხვევით არ არის ნახსენები, იმიტომ ეს არის უკვე ამავე დროს ამას ახლავს გარკვეული არაპირდაპირი შემოთვლები, რომ აი თუ პირველი პირები მოკლედ ჩააბარებენ ამ კონტროლს ტელევიზიას, მაშინ ყველაფერი წესრიგ შეიძლება თუ არა და აი სამი ტელევიზიის მაგალითით იმდინარეობს თუ არა და საზოგადოებრივი მაუწყებელიც გაიზიარებს ამ აზრს. მარიუშ კამინსკი და მალგოჟატა გოშევსკა, ევროდეპუტატები, რომელთა წინააღმდეგ მამხილებელ მასალებს აქტიურად აქვეყნებენ, ახლა საქართველოსა და ქართული მედიის წინააღმდეგ იბრძვიან.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში უწევს კანონის უზენაესობის მედეგობას ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი აფასებს. საქართველოსთან ერთად მაღალ შეფასებას კი მხოლოდ მონტენეგრო იმსახურებს. ეს მონაცემები კიდევ უფრო საინტერესოა ბრიუსელის კრიტიკისა და საქართველოს პროგრესის დაკნინების მცდელობის ფონზე. ნინი გოგიშვილი კი ამბობთ. ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატი ქვეყანა და ლიდერი საქართველოს სამართლის უზენაესობის მდგრადობის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა რომ მოწინავე პოზიციას იკავებს ეს ევროპული კვლევითი პროექტის Resilience Access-ის ანგარიშშია ასახული. რამდენად ძლიერია კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტები, რამდენად დამოუკიდებლად მუშაობს სასამართლო და მედია, როგორ ფუნქციონირებს ანტიკორუფციული სისტემა და რამდენად დაცულია ფუნდამენტური უფლებები. ამ არაერთი მიმართულების შეფასებისას საქართველოს მონტენეგროსთან ერთად უმაღლესი შესრულების ჯგუფში მოხვდა და მეორე ადგილზე გავიდა. ექსპერტების კვლევის საგანი იყო ისიც, თუ რამდენად შეუძლია კანდიდატ ქვეყანას ზეწოლისა თუ კრიზისების დროს სტაბილურობა შეინარჩუნოს. კვლევამ გამოავლინა 4 კლასტერი კანონის უზენაესობის შესაძლებლობების მიმართულებით და შედეგების შემდეგნაირად გადანაწილდა. დაბალი შესრულება თურქეთი, მეორე კლასტერი უკრაინა და 5 დასავლეთ ბალკანური ქვეყანა. მესამე კლასტერი მოლდოვა. უმაღლესი შესრულება მონტენეგრო და საქართველო. მათი პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. მოცემული შეფასება არაერთ საერთაშორისო ინდექსსა და მონაცემს ეფუძნება. ამიტომაც ოფიციალური თბილისისთვის კვლევა მორიგი დასტურია, რომ სახელმწიფო სისტემა გამართულად მუშაობს და პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სათანადოდ სრულდება. თუმცა ქვეყნის პირველ კანონმდებელს არ აქვს მოლოდინი, რომ ბრიუსელი მიდგომებს შეცვლის, რადგან ემპირიული ანალიზი თუ ფაქტები მათ ინტერესში დიდი ხანია აღარ შედის. აღარ ვიცი უკვე თავს არ ნატო იწუხებენ ისინი კვლევით ან ჩვენ თავს ვიწუხებთ კითხვით, იმიტომ რომ ხედავთ რომ ბრიუსელს ასეთი რამე არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები. იციან რომ რასა იქნევიჩენ, რასა სიტყვის ის არის სიმართლე, მორჩა. საქართველოს მოსახლეობა დაყვანილი ვართ ინსტრუმენტამდე ბრიუსელის თვალში, რომელიც გამოსაყენებელი არის სხვა ქვეყნის, მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ევროკავშირის ელჩმა გითხრა რამდენიმე კვირის წინ, ევროკავშირის ქვეყნებიო ზიანდებით, იმიტომ რომ სანქციებს უწესებთო და ამ დროს საქართველოს სანქცია დაწესებული არ აქვს და იმ ზიანს ვერ იღებს და რას ქვია ეს რა არისო. იმიტომ რომ არ ადარდებს ევროკავშირისაც რა მოუვა საქართველოს. იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის უკუსვლა სამართლის უზენაესობის შეფასებისას მოწინავე ადგილს ვერ დაიკავებენ. ეს დღეს დეპუტატებმა ევროპულ კრიტიკოსებს განუმარტეს, ამიტომაც მართველი გუნდისთვის ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევა არის სამაგალითო პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებისა, რაც ბრიუსელს საქართველოს მიმართ აქვს. როდესაც საქმეში არ არის ჩართული ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და როდესაც საქმე ეხება სამეცნიერო კვლევას, სადაც არანაირი ასე ვთქვათ სუბიექტურობის ნიშანწარი არ ჩანს, ასეთ კვლევებში საქართველოს ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს კვლევა არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის იკვლევს ინსტიტუტების მდგრადობას, კორუფციის დაბალ დონეს და შესაძლებლობების განხორციელების რესურსს სამართლის უზენაესობის თვალსაზრისით, რაც გააჩნიათ კანდიდატ ქვეყნებს. ევრობიუროკრატია დღენიადაკ მუდმივად სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით აკრიტიკებენ და პრაქტიკულად ცდილობენ, რომ სიმართლე და რეალობა დაუფარონ ევროპულ საზოგადოებას ის, რაც ხდება საქართველოში. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ყველაზე მეტად საქართველოს მონაცემები პასუხობს. ამიტომაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ჩვენმა ქვეყანამ სამართლის უზენაესობის მდგრადობით ლიდერი პოზიცია დაიკავა. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირის შორის გულწრფელ ღია დიალოგს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია იტალიაშია გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. განსახილველ საკითხებს შორის იყო უსაფრთხოება, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ოკუპაცია და საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. მაკუნა აბულაძე მოგუყვება უფრო მეც პირდაპირ ეთერში. ნამდვილად ვრცელია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებზეც ქართულმა დელეგაციამ იტალიაში გამართული შეხვედრების ფარგლებში ისაუბრა. მთავარი აქცენტი ცხადია რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე გაკეთდა იმის გათვალისწინებით, რომ ახალი მსოფლიო მოცემულობა ახალ დღის წესრიგს ქმნის. ამიტომ საქართველოს როლი შუადერეფნის კონტექსტში იტალიური მხარისთვისაც საინტერესო და აქტუალურია. ევროპელმა კოლეგებმა ქართული დელეგაციის წევრებს დაუდასტურეს ისიც, რომ იტალია
იტალია მზად არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი იყოს ევროინტეგრაციის გზაზე, მით უფრო ახლა, როცა ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობაა. სენატის წევრების გარდა ქართული მხარე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსაც შეხვდა, სადაც საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაშიც, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა და თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების პოლიტიკას ამ მიმართულებით და ბოლო დროს მიღწეულ შედეგებს, კოლეგებისთვის ქართულ მხარეს სათქმელი წარმატებული გამოცდილების შესახებ ბევრი ჰქონდა. Კონდა საუბარი ურთიერთობების ურთიერთობების განვითარებაზე, ურთიერთგაცვლაზე ვიზიტებისა, ასევე შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციას და საქართველოს მნიშვნელოვან როლს, სატრანზიტო როლს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას, ამ მხრივ იტალიის ინტერესი არის განსაკუთრებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავესრულოთ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც შეეხება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი ეს გახლავთ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაკვირველია ჩვენთვის უაღრესად საინტერესოა ერთი მხრივ გავეცნოთ იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ჩვენს კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ხელშესახები პროგრესის და შედეგების შესახებ, რომელიც საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით. მთავარი გზავნილი ცნობილია, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და აქტიურად ჩაერთვება იმ პროცესში, რომ ბრიუსელსა და თბილისს შორის გულწრფელი დიალოგი მალე დაიწყოს. მადლობა მაკუნა აბულაძეს. მომდევნო 10 წელიწადში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, ასევე გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. ეს ეკონომიკის მინისტრმა ათენში ენერგეტიკულ სამიტზე აღნიშნა. ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაძლიერებაში საქართველოს როლი და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებაა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. მარიამ ბუღაძის რეპორტაჟი. საქართველოს როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სატრანზიტო პარტნიორი ათენში გამართული საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის მონაწილე ქვეყანა იყო. სამიტზე, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის ეროვნული ხედვა და სტრატეგია წარადგინა. რაც გულისხმობს, რომ მომდევნო 10 წელიწადში ქვეყანა შეძლებს სრულად უზრუნველყოს საკუთარი ენერგო მოთხოვნები და პარალელურად ექნება ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობაც. ვისაუბრე იმ სამოქმედო გეგმაზე და იმ დამატებით ინვესტიციების საჭიროებაზე, რასაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს ენერგეტიკის სექტორში მომდევნო წლების განმავლობაში, რაც გულისხმობს ქვესადგურების გადამცემი ხაზების, ისევე როგორც სხვა თამდევი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ელექტროსისტემის გაძლიერების თვალსაზრისით. ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაძლიერებაში საქართველოს როლი და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. მარიამ ქრივიშვილმა ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით გააკეთა. ინიციატივაში, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ევროპის ქვეყნებისთვის ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნული პროექტი იდენტურად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მათი საჭიროებისთვის და საქართველოს განაგრძობს იყოს მათ შორის მხარდამჭერი ევროკავშირის ელექტროენერგეტიკული სექტორის გაძლიერების. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრი მასპინძელი ქვეყნის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრს შეხვდა. განხილვის თემა მსხვილი რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები იყო. ითქვა, რომ დღეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით. ჩვენს კოლეგებთან გვქონდა საუბარი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ეკონომიკური მიმართულებით. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ევროპასთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით ახალი პროექტების მნიშვნელობაზე. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უკვე გადავიდა უფრო სერიოზულ ფაზაზე განვითარების, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს ისარგებლებს ევროკავშირის კანონმდებლობის შეღავათებით, იმისათვის, რომ მოხდეს პროექტის სრულფასოვანი შესწავლა.
ორდღიანი საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტი დასრულდა. საქართველოს მსოფლიო ენერგეტიკულ სივრცეში ძლიერ და სანდო ქვეყნად პოზიციონირებს. 2027 წლის დეკემბერში ქვეყნის ენერგოსისტემას კიდევ ერთი ქვესადგური შეემატება. ურბნისის მშენებლობა იწყება. პროექტი ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, ენერგოსისტემის საიმედოობის გაძლიერებას და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმებულია. ნინ ჩუბინიძე გიამბობთ. კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობისკენ. საქართველოში 220 კილოვატიანი ქვესადგურის ურბნისის მშენებლობა იწყება, რომელმაც ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ენერგია ერთიან გადამცემ ქსელში უნდა ჩართოს. პროექტზე სახელმწიფო და ბიზნესი ერთობლივად მუშაობს. ქვესადგურის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განახორციელებს. კერძო კომპანიები კი ტექნიკურ აღჭურვილობას საკუთარი ხარჯებით შეიძენენ. თანამშრომლობის შედეგად სახელმწიფო ელექტროსისტემა 20 მილიონამდე დოლარს დაზოგავს. ურბნისის ქვესადგური არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვესადგური გენერაციის წყაროების დასაერთებლად და ვფიქრობთ, რომ მსგავსი პრაქტიკა ცალსახად დასანერგია, სადაც ორივე მხარე გამოხატავს კმაყოფილებას და მზაობას. ბიზნესმენები ამბობენ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა იმ ბარიერებს ხსნის, რომლებიც წლების განმავლობაში პროექტების განხორციელებას აფერხებდა. მათი თქმით, ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რათა გამომუშავებული ენერგიის სისტემაში ინტეგრირება შეუფერხებლად მოხდეს. როგორც სხვა დეველოპერებმა, ასევე ჩვენც მზაობა და სურვილი გამოვთქვით, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა ქვესადგურის მშენებლობაში. ბიზნესის ჩართულობით რეალისტური არის ის ვადები, რომელი ვადებით დღესდღეობით წარმოდგენილი არის. ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი საქართველოში ეკონომიკა რო კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, არის ენერგეტიკა. დამჭირვალე ურთიერთობები ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ორივე მხარისთვის მომგებიანია. ურბნისის ქვესადგური დამატებითი სტიმული იქნება საინვესტიციო პროექტებისათვის. მზისა და ქარის სადგურების რაოდენობის ზრდასთან ერთად კი საქართველოს ეტაპობრივად შეამცირებს იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ არის ის გამჭირვალეობა ჩვენ რაც მივიღეთ. ეს აძლევს ბიზნესს საშუალებას, რომ სწორედ დაგეგმოს თავისი პროექტები, სწორედ დაგეგმოს თავისი მომავალი. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადადის. სამუშაოს დასრულება 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმება. შესაბამისად, ურბნისის ახალი ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კვანძი გახდება, რომელმაც განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია, სისტემის საიმედოობა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა უნდა გააძლიეროს. თბილისის ზუგდიდი, ფოთი და ახალციხე სამართალდამცველებმა საქართველოს 4 ქალაქში 6 ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარგოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. მარიამ ქართველიშვილის რეპორტაჟი. 4 ქალაქი 6 დაკავებული საპოლიციო ღონისძიებები ფოთში, ზუგდიდში, ახალციხესა და თბილისში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკების ამოღებით დასრულდა. კოკაინი, მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა შავ ბაზარზე უნდა გაეყიდათ. დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის 20 წლის ახალგაზრდა უკრაინიდან. ქრონიკის ინფორმაციით პეტრე პავლეს სასაფლაოს მიმდებარედ გადაადგილდებოდა. საეჭვო მამაკაცი გააჩერეს და ჩხრეკის შედეგად 24 შეკვრა დაფასებული მეთადონი უპოვეს. უკრაინის მოქალაქე რადგან არის, ამიტომ საეჭვო ხო არ არის სასაფლაოზე რომ იმყოფებოდა. ნუ ახლა შეიძლება ეს ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენ ხო ეჭვებით არ უნდა ვიფიქროთ. ყიდდა ამ ნარკოტიკს თვითონ რას ამბობს? არა, ვერ გეტყვით ახლა ყიდდა, იმიტომ რომ პიროვნება კატეგორიულად უარყოფს ყოველივე ამას, გამოყენებულია დუმილისუფლება. ქრონიკამ გაარკვია, რომ თბილისში მუხიანის ერთ-ერთ დასახლებაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი ამოიღეს. დაკავებულია 40 წლის მამაკაცი, ადვოკატს მედიასთან საუბარი არ სურს. აღიარებს ისე დანაშაულს? ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულთა ნაწილმა სამართალდამცველებს ის ადგილები ანახა, სადაც მომხმარებლებს ნარკოტიკს უდებდნენ, სანაცვლოდ კი კონკრეტულ თანხას იღებდნენ. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს, რომელთა პირადი საცხოვრებელი სახლების და ასევე მითითებული ადგილებიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა აკრძალულ ნივთიერებებთან ერთად ამოღებულია ცეცხლსასროლი, პისტოლეტი და ვაზნები. დაკავებულთა სახლებში ჩატარებული ჩხრეკის დროს იპოვეს ნარკოტიკების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ გაყიდული ნარკოტიკების შედეგად მიღებული ფული. 6-ვე დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება უცხოეთის სიახლეებს, ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ისტორიული მნიშვნელობის სახელმწიფო ვიზიტი მიმდინარეობს. სი ძინპინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობად შეაფასა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი უმსხვილესი სახელმწიფო პარტნიორობის განვითარების შემთხვევაში კეთილდღეობას და სტაბილურობას შექმნიან არა მხოლოდ საკუთარი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მარიამ გიგანის რეპორტაჟი. შეძლებენ თუ არა ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ გამოწვევებზე ერთად რეაგირებას, მსოფლიოსთვის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ორმხრივი ურთიერთობის ნათელი მომავლის მშენებლობას, რაც ორი ქვეყნის ხალხთა თუ კაცობრიობის მომავლის ინტერესებშია. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ეს არის ისტორიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვები, რომელთაც ამერიკამ და ჩინეთმა ერთად უნდა უპასუხონ. ჩინეთში ამერიკის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ლიდერებს შორის დიალოგი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციაზე, სავაჭრო კავშირებზე, ნავთობსა და ირანზე. დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ვაჭრობასა და ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემთხვევაში საერთო კეთილდღეობის დიდ შესაძლებლობებზე გაამახვილა. ჩინეთის ლიდერმა კი ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ ტურბულენტურ მსოფლიოში ამერიკა-ჩინეთს შორის ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა მსოფლიოს მასშტაბით 8 მილიარდზე მეტი ადამიანის ინტერესებშია. ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები და არა მტრები. შევთანხმდით კონსტრუქციული, სტრატეგიული და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რომ ხელი შევუწყოთ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების სტაბილურობას, სიჯანსაღეს, მდგრად განვითარებას და შევქმნათ მეტი მშვიდობა, კეთილდღეობა და პროგრესი მსოფლიოში. ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ერთად უნდა დავძრათ წინ ჩინურ-ამერიკული ურთიერთობების გიგანტური ხომალდი სწორ გზაზე შეუფერხებლად სამოძრაოდ. ამერიკელ და ჩინელ ხალხს ბევრი საერთო აქვთ. ჩვენ ვაფასებთ შრომას, ჩვენი ღირებულებებია სიმამაცე და მიღწევა. გვიყვარს ჩვენი ოჯახები და ჩვენი ქვეყნები. ერთად გვაქვს შანსი, რომ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით შევქმნათ უფრო დიდი კეთილდღეობის, თანამშრომლობის, ბედნიერებისა და მშვიდობის მომავალი ჩვენი შვილებისთვის. ეს რეგიონი და სამყარო განსაკუთრებულია, როცა ჩვენი ორი სახელმწიფო გაერთიანებულია. დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ასევე იმსჯელეს ჩინეთში ამერიკული ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოებასა და ჩინური ინვესტიციების ზრდაზე. ამერიკის პრეზიდენტის დელეგაცია უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს მოიცავს, რომელთაც ჩინეთის პრემიერი შეხვდა. ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა მეგობრული თანამშრომლობაა და მისი არსი ორმხრივად მომგებიანი შედეგებია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჯანსაღი განვითარება საჭიროებს საზოგადოების ყველა სექტორის ძალისხმევას. ჩინეთმა და ამერიკამ უნდა განაგრძონ მეგობრობა და პარტნიორობა, ერთობლივი წარმატებისა და საერთო კეთილდღეობისთვის. მედიის ცნობით დაძაბულობის წერტილად რჩება ტაივანის საკითხი. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით სი ძინპინმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ტაივანთან მიმართებით არასწორი დამოკიდებულება შესაძლოა კონფლიქტის საფუძველი გახდეს. თავად ამერიკის პრეზიდენტს ტაივანის სიტყვით გამოსვლისას არ უხსენებია. მან ჩინეთის პრეზიდენტი საზეიმო ვითარებაში შეერთებულ შტატებში ოფიციალურად მიიწვია. ტრამპის ვიზიტი ჩინეთში ხვალაც გაგრძელდება. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ანდრეი ერმაკს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის კორუფციულ საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. თუ 3 მილიონიან გირეოს გადაიხდის, არა მარტო ქვეყნიდან, კიევიდან გასვლას აეკრძალება. თავად ბრალდებული, რომელიც ფულის გათეთრებაშია იჭმიტანილი, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თამარ გოცირიძე კი ამბობს. ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი თანაგუნდელი და მისი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ციხეშია. ანდრეი ერმაკს სკანდალურ კორუფციულ საქმეზე ანტიკორუფციულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას მოსამართლემ გირაოთი გათავისუფლების უფლება მისცა. თუ ის 3.200.000 დოლარის შესაბამის თანხას შეიტანს უკრაინულ ვალუტაში. გირაოს გადახდის შემთხვევაში ეკრძალება კიევიდან გასვლა, ჩამოართმევენ საზღვარგარეთისა და დიპლომატიურ პასპორტებს და შეეზღუდება საბრძოლო საქმეში აღნიშნულ ადამიანებთან ურთიერთობა. ერთ დროს უკრაინის ხელისუფლების რუხ კარდინალად წოდებული ერმაკი ამბობს, რომ უდანაშაულოა და თუ მას ახლობლები არ დაეხმარებიან, გირაოს გადასახდელი თანხა არ აქვს.
ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. არსად წასვლას არ ვაპირებ და სამართლიან სასამართლო პროცესს დაველოდები. საკმაოდ ძლიერი პიროვნება ვარ 2022 წელს, როცა ბევრი ამბობდა, რომ კიევი დაეცემოდა, მე პრეზიდენტის ოფისში დავრჩი. ერმაკს 10 მილიონი დოლარის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კორუფციულ საქმეებში მონაწილეობა ედება ბრალად. თავად ამბობს, რომ მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხდება. კითხავთან მისი მიმოწერიდან ირკვევა, რომ პოლიტიკურ მტრად რადის ზოგიერთ დეპუტატს მიიჩნევს. დეპუტატებმა მას პარლამენტის ხტომათა დარბაზიდან უპასუხეს. პრეზიდენტს სიტყვაც არ უთქვამს ადამიანზე, რომელიც სულ გვერდით ჰყავდა. ასე მთავრდება ყველაფერი. ერმაკის მხარდაჭერა დღეს არავის სურს. მაგი მტრების სია შექმნა, რომლებსაც ჯადოს უკეთებდა თურმე ვერონიკა ფენშუი. კოლეგებო, თქვენ გეკითხებით, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მაღალ თანამდებობებზე დასანიშნი ადამიანების სია მიჰქონდათ, ისინი არა პრეზიდენტ ზელენსკის ან ერთ დროს ყოვლის შემძლე ერმაკის შერჩეულები იყვნენ, არამედ მკითხავის და ნუმეროლოგის. სასამართლოში ერმაკის მხარდასაჭერად თქვენ არ მისულხართ, ასე რომ დაფიქრდით, ხვალ ვინ იქნება საბრალდებო სკამზე. უკრაინის რადის ანტიკორუფციულმა კომისიამ ერმაკის მკითხავი ვერონიკა ანიკიევიჩი გამოკითხვაზე დაიბარა. ანტიკორუფციული ბიურო ირწმუნება, რომ კორუფციული საქმის მასალებში პრეზიდენტი არ ფიგურირებს, თუმცა დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ ფარულ ჩანაწერებში ნახსენები ვოვა სწორედ ზელენსკია. ხმაურიანი კორუფციული საქმის გამო დღეს მემარჯვენე ევროპარლამენტარმა ჰარალს ვილინსკიმ ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოლაპარაკების შეჩერება მოითხოვა. პოლიტიკური კრიზისია ლატვიაში. პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა მინისტრთა კაბინეტთან ერთად გადადგა მიზეზი მთავრობაში მომხდარი კონფლიქტია, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის გადადგომას მოჰყვა. დაძაბულობა კი ლატვიის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების ინციდენტის შემდეგ დაიწყო. მივიღე რთული, მაგრამ ამ ვითარებაში სამართლიანი გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრის ევიკა სილინას გადადგომამ ლატვიაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ქვეყნის კანონმდებლობით პრემიერის წასვლასთან ერთად გადადგა მიხეილ ჩანადერი ქართულ ავიაციაში გამორჩეულმა მფრინავმა 45 წლიანი კარიერა დაასრულა. პირველი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან 1991 წელს შედგა, მას შემდეგ ჰაერში 28700 საათი გაატარა. ჯორჯიანი ერვეისის ხომალდის მეთაურმა დღეს ბოლო ფრენა შეასრულა. ხუთცესი მფრინავი კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს, მის გზას კი მისი შვილი განაგრძობს. გივი კუჭავას რეპორტაჟი. ჩემი პირველი ოფიციალური ფრენა სასწავლებლის შემდგომ იყო ქალაქ ქუთაისში. არის ასე თვითმფრინავი ან 2. პირველი ფრენის შემდეგ 45 წელი გავიდა. ეს დროც სამისი მეორე სახლი იყო. ათასობით ფრენა და გავლილი კილომეტრი. ჰაერში გატარებული 28700 საათი. ხომალდის მეთაურმა მფრინავმა მიხეილ ჩანადირმა დღეს კარიერა დაასრულა. გამოსამშვიდობებელი ფრენის შემდეგ უხუცესი მფრინავი კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს. მაქვს 45 წლიანი სტაჟი. მფრინავობა ჩემთვის არის დიდი რამე, იმიტომ რომ მამა მყავდა მფრინავი. და ჩვენ ოჯახში მფრინავების, ასე ვთქვათ, შეკრებები ხომ. ვიფრინე 28700 საათი. აქედან უფრო მეტი ხომალდის მეთაურის რანგში. მეუღლეც ავიაციაში იყო, ჩვენ ერთმანეთი ავიაციაში გავიცანთ, ბორტგამცილებელი იყო. დავამთავრე, მაგრამ გულში მაინც მფრინავი ვრჩები. მფრინავის პროფესიის სიყვარული მიხეილ ჩანადირს მამისგან ერგო. მამის მაგალითით თავისი ცხოვრებაც ფრენას დაუკავშირა. პროფესიის სიყვარული შვილსაც გადასცა და ოჯახის ტრადიციას ახლა ნიკოლოზ ჩანადირი განაგრძობს. ლეგენდა ვტოვებს, აქ რჩება უკვე ავიაციას. მე ამ კომპანიაში დავიწყე მუშაობა თავიდანვე, მამაჩემისგან ძალიან დიდი გამოცდილება ავიღე ავიაციის სფეროდან და ვაგრძელებ დღეს ქართულ ავიაციაში მოღვაწეობას და ოჯახური ტრადიცია გრძელდება. მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის ავიაციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის უხუცეს პილოტს საქართველოს დამსახურებული მფრინავის საპატიო სიგელი გადაეცა. ყველაფერს აქვს დასაწყისი, ყველაფერს აქვს დასასრული. მინდა ყველა მფრინავს უსურვო, ასევე უსაფრთხოდ დაემთავრებინოს თავისი საფრენოსნო კარიერა და მინდა წარმატებები უსურვო ამ კომპანიას. მიხეილ ჩანადირი 45 წლიანი კარიერის განმავლობაში ეკიპაჟის ყველა წევრზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. მუდმივად სიმშვიდეს ინარჩუნებდა და პირველ ადგილზე ყოველთვის მგზავრების უსაფრთხოებას აყენებდა.
ძალიან შვიდად ყოველთვის გრძნობდი თავს, როდესაც ბატონი მიხეილი მყავდა რეისში, რომ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. ძალიან კარგი პიროვნება არის. ძალიან ბევრი ვისწავლეთ, როგორც ბორგამცირება ჩვენს მისგან და არა მხოლოდ მფრინავებმა. ძალიან კარგი ადამიანი არის და ძალიან ემოციური დღე არის, რომ მოცილებთ ესე პატივისცემით ბატონ მიხეილს. მიხეილ ჩანადირი წლების განმავლობაში ჯორჯიან ეარვეისში მუშაობდა და კომპანიაში ერთ-ერთ ყველაზე გამოთვლილ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მფრინავად ითვლებოდა. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას პირველი წარმატებული ტურნე ბრაზილიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში გამართულ კონცერტზე ქართული და ბრაზილიური მუსიკა შესრულდა. მორგი კონცერტი ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. შორენა კობალეიშვილი გიამბობთ. ქალაქი, სადაც ბუნების სიდიადე, ზღვის უსასრულობა და მუსიკის რიტმი ერთმანეთს ავსებს, ქართული მუსიკა პირველად იპყრობს. სამბისა და ბოსანოვას სამშობლოს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტა სტუმრობს. საკონცერტო ტურნე ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტის, სესილია მეირელესის სახელობის საკონცერტო სივრცეში სრული ანშლაგით დაიწყო. ქართული და ბრაზილიური მუსიკა გამორჩეული აკუსტიკის მქონე საკონცერტო დარბაზში კიდევ უფრო განსაკუთრებულად ჟღერდა. ზოგიერთი სიმღერა იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის, რომ გაოცებული დავრჩი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნუ თუ ეს ბრაზილიური არ არის და ქართულია. ასე რომ ბევრი საერთოც გვაქვს, მაგრამ თქვენი მუსიკა მართლაც აღმოჩენა იყო და აღფრთოვანებული ვარ ამ კონცერტით. ძალიან გმაყოფილები ვართ, ესეთი თბილი მიღებით, არ ველოდით ნამდვილად. აწი ეცოდინებათ ჩვენი ორკესტრი საქართველოს ბევრ რამეს გაიგებენ და სახში რო წავდნენ ჩახედავენ და ამერიკის შტატი რო არ არის, დარწმუნდებიან კიდე ერთხელ და შეიძლება გვეწვიონ კიდევაც. საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში მორიგი კონცერტი ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიაში გაიმართა. ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის ავტორად თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტა იქცა. ქართულ-ბრაზილიური მუსიკალური შედევრების მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას მასპინძელი ქვეყნის მაესტრო რაფაელ ბაროს კასტრო დირიჟორობდა. საქართველოს სიმფონიეტას პირველი სტუმრობა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სმენელმა განსაკუთრებული ოვაციებითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. სწორედ ამ ტიპის ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას განვვნახოთ ის საერთაშორისო ენა, რათა კიდევ უფრო ცნობადი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა, დავამყაროთ ჩვენი კავშირები და რა თქმა უნდა გავზარდოთ ხალხთა შორისი ცნობადობა. ეს საღამო იყო გამორჩეული და შთამბეჭდავი. აქ განსაკუთრებული აუდიტორია. ხალხი საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად მღეროდა. ბრაზილიელმა ხალხმა ისინი დიდი სიყვარულით მიიღო. საქართველოს სიმფონიეტას სამხრეთ ამერიკული საგასტროლო ტურნე არგენტინაში სტუმრობით გაგრძელდება. საქართველოს სტუმარ მასპინძლობის სფეროს პროფესიონალების, ბიზნეს ასოციაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2026 წლის სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართა, სადაც გაფორმდა რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სალომე შანშიაშვილი გეუბნებით. ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტით ყოველწლიური დაჯილდოება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციის პროცესი იწყება. ეს იქნება ძალიან ესეთი დიდი ძლიერი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ტურიზმის ეკოსისტემას. ჩვენ აქტიურად შემოგვაქვს განათლების და ცოდნის გაზიარების კომპონენტი და ივნისიდან გვექნება ძალიან საინტერესო ვორქშოპები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ეს ღონისძიება გადაიქცევა პლატფორმად, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის საერთაშორისო სპიკერები უკვე წელს ეწევიან წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს, აბსოლუტურად სხვა დონეზე გადაიყვანს ღონისძიებას. ბიზნეს ყოველთვის ჭირდება მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ბიზნეს შესაძლებლობები მომავალი წარმატებისთვის და შესაბამისად მსგავსი ტიპის ინიციატივები ყოველთვის არის მორგებული ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, ბიზნესის ჩართულობაზე.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მიზანი ამიერიდან არა მხოლოდ მიღწევების აღიარება, არამედ სფეროს ეკოსისტემის განვითარების, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების, ინოვაციების წახალისებისა და ინდუსტრიაში პროფესიონალიზმის გაძლიერების ხელშეწყობაა. პროექტის გაფართოებული ფორმატი ასევე მოიცავს სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიურ დიალოგს, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მასტერკლასებისა და რეგიონული შეხვედრების გამართვას. სრულიად საქართველოს დავფარავთ და გავაერთიანებთ ქვეყნის ყველა იმ ლიდერ მოთამაშეს, ვინც რეალურად ქართული სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ და საერთაშორისო დონის სტანდარტებს ქმნის საქართველოში. პირველი ეს არის კომპანიებისთვის შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი ბრენდი, მეორე ეს არის თავად კომპანიებისთვის აი ამ კონკურსში მონაწილეობის განმავლობაში მომზადებისას ეს არის შესაძლებლობა რომ თავად გაიაზრონ საკუთარი ბიზნეს ოპერაციები და მესამე ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის ერთად კარგად გავიაზროთ შესაძლებლობები გამოწვევები რომელიც ტურისტულ ინდუსტრიას საქართველოში აქვს. გამჭვირვალობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად კონკურსის პროცესს დამოუკიდებელ ზედამხედველობას 150-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Grant Thornton-ი გაუწევს. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება სხვადასხვა მიმართულების 30-ზე მეტ კატეგორიაში ფინალისტებსა და გამარჯვებულებს დაჯილდოების ცერემონიაზე სექტემბერში გამოავლენს. ყველა სიახლეს გაიცნობით იმედი News G-ზე. 23 საათზე კი იმედი ლაივი დაიწყება. ნახვამდის.